ფოთის მერის ირაკლი კაკულიას წინააღმდეგ მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორების სასამართლოში სარჩელს ამზადებენ. ამის შესახებ დღეს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა. ადვოკატის მტკიცებით 2009 წელს ირაკლი კაკულიამ ყაზახეთში ბიზნესის დაწყების მიზნით კომპანია აქტაოს სიბარიტი შექმნა. თანხა $200,000 კი 2009 წელს მამუკა სოფრომაძისა და ხათუნა დოლბაიასგან ისესხვა. ახლა კი ყოფილი ბიზნეს პარტნიორები კაკულიასგან თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ბიზნეს დავა ახლა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. მიმართა ირაკლი კაკულიამ მამუკა სოფრომაძის პირადად მამუკა სოფრომაძეს და ხათუნა დოლბაიას თხოვნით, რომ მისთვის ესესხებინათ თანხა. მას ჰქონდა პირადი ანგარიში და ამ პირად ანგარიშზე იყო თანხების, ძალიან დიდი თანხების მიმოქცევა. შესაძლოა ეს არა 100,000-ებზე, არამედ მილიონებზე იყოს აქ ლაპარაკი. ვამზადებთ საჩივარს, ეს იქნება სარჩელი სამოქალაქო წესით სასამართლოში თუ საჩივარი პროკურატურაში, ამაზე ჩვენ ჩამოყალიბდებით.